ამას უბაში ტრამპის ინოგურაცია. 20 იანვარს უნდა იყოს ტრამპის ინოგურაციის ცერემონიალი და როგორ რა ღირს ვინ დაესწრება ამ ყველაფერ ამ თემაზე ვისაუბრებ ამ ვიდეოში. სანამ ყურებას დაიწყებდით, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი და გააკეთეთ დონაციები. ხო, მოკლედ ძირითადად ცერემონია იქნება 20 იანვარს ფიცის დადება და საინოგურაციო სიტყვა. მაგრამ თვითონ ეს ინოგურაციის საზეიმო პროცესი ბევრი ღონისძიებისგან შედგება და 4 დღეზეა გაწერილი. პრინციპში ხვალ 18 რიცხვში უკვე იწყება რაღაც ღონისძიებები ამ ინოგურაციის საზეიმოს ფარგლებში რა. ხო. ეხლა ამ ინოგურაციაზე დასწრება არის ფასიანი რა. ბილეთები იყიდება და თუ ოფიციალურად სპეციალურად ტრამპის მიერ არ ხარ მიწვეული, უნდა გადაიხადო ფული და შეიძინო ბილეთი. ბილეთების ფასი განსხვავებულია. წელს გაორმაგდა, არის მილიონიანი ბილეთები, არის ნახევარმილიონიანი, არის 200.000-იანი, 100.000-იანი და 50.000-იანი ბილეთები. ხო, ყველა ეს თანხა მიდის ეს საზეიმო ღონისძიებების და იმის დაფინანსებაში, სადღაც $200 მილიონ-ზე მეტი მოგროვდება ამ ბილეთების გაყიდვით. ამის გარდა არის 220.000 უფასო ბილეთი. აი თვითონ ინოგურაციის ცერემონიაზე მოსახლეობა რო დაესწროს კაპიტოლიუმთან იქნება სცენა. ამ 220.000 ბილეთს აძლევენ კონგრესმენებს და ეუნებიან როგორც გინდათ ისე გადაანაწილეთ. ძირითადად თავის ამომრჩევლებს უნდა დაურიგონ, ვინც ახლა მონაწილეობდა ამ არჩევნებში აქტიურად. ვისაც უნდა რა. სავარაუდოდ ეს უფასო ბილეთებით იქნება შესული სალომე ზურაბიშვილი და ხაზარაძის Dream Team-ი. უილსონი მიცემს თავისი წილი ბილეთებიდან რაღაც რაოდენობას. უილსონი ისეთი ჟუკია, რომ თლათ უფასოთაც არ მიცემს, რაღაც პაში მე ვფიქრობ მიყიდის. ხო და ამ 220.000 კაცი აი თვითონ ფიცის მიცემის და იმის ღონისძიებაზე ვინც იქნება იმ არეალში დაშვებული, იმათ 220.000 კაცი ეს ქართველი ვაი პოლიტიკოსებიც იქნებიან რა. იქ საზეიმო აღლუმს დაესწრებიან რაღაცას. მოკლედ ის სივრცე 20 იანვარს იქნება შემოსაზღვრული დეტექტორები აყენია, ეს დეტექტორები რო გაიანო, ბილეთი უნდა აჩვენო და მოკლედ უილსონი მიცემს მაგ ბილეთებს და იქ შეიყვანს რა. ხო. ეხლა ტრამპთან კომუნიკაცია, იქ ახლოს დგომა, იქ გამოლაპარაკება და ეს უკვე სხვა პაკეტია. ეგ მილიონი ღირს, რომ ტრამპს ხელი ჩამოართვა, 1-2-3 წუთი გაგესაუბროს რომელიღაცა ღონისძიებაზე. რომელიღაცაზე ხა მოყვები რა ღონისძიებებია. ხო, სადღაც 9 მილიონი ღირს ალბათ რომ просто ხელი ჩამოგართვას და როგორ ახარ და ვა საყულ შენც აქ ახარ და იმის მიხედვით ნაკლები რა, ეგ 200.000-ად ახლოს დადგები ფიცის მიცემის დროს რაღაც ტრიბუნაზე იქნები ოფიციალურ პირების ახლო და ასე შემდეგ რა. ხო, ეხლა რითი იწყება ეს საზეიმო ღონისძიებების ასე ვთქვათ კასკადი. 18-ში იქნება ტრამპის შეხვედრა თავისი გუნდის წევრებთან ვირჯინიაში, ტრამპის გოლფში. მე რაღაცა სადილი იქნება, მოკლედ თავის გუნდში ხვდება. რაღაცებს საბოლოოდ შეათანხმებენ, მიათანხმებენ, მოათანხმებენ, მე საზეიმო ფეიერვერკი იქნება და საღამოს არის ვახშამი ვიცე-პრეზიდენტთან. აი რაღაცებს ერთ-ერთზე იბაზრებენ მოკლედ ტრამპი და დევინსი რა. ხო, მე შემდეგ დღეს ტრამპი ეწევა არლინგტონის სასაფლაოს, აი სადაც სამხედროები არიან დასაფლავებული ვაშინგტონში, იქ ყვავილებს დადებს, ესეთი ცერემონიალი არის. მე დღის განმავლობაში დაგეგმილია რაღაც მეგა მიტინგი ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში, იქ სიტყვით გამოვა, თავის ასე ვთქვათ ამომრჩევლებს და იმას შეხვდება, იქ რაღაც კონცერტიც იქნება, რაღაც მსახიობები, მომღერლებიც არიან მიწვეულები და უკვე საღამოს არის ვახშამი სანთლებით ესე ქვია. ტრამპი მელანიასთან ერთად იქნება და იქ ვიწრო წრე, რამოდენიმე ძალიან დაახლოებული პირი. ხო. უკვე ახლა უშუალოდ ინოგურაციის დღე 20 რიცხვით იწყება. დილის ლოცვით იწყება რა, მოკლედ წმინდა იოანეს ტაძარია ვაშინგტონში, იქ თეთრსახთან ახლოს, იქ იქნება დილის ლოცვა და ამ ლოცვის შემდეგ ძოლქმარი ტრამპები ესტუმრებიან ჯერ კიდევ ამ მომენტისთვის ბაიდენის ასე თქვა თეთრი სახლის მაწვდენ ბაიდენს და მის მეუღლეს და იქ არის ესეთი ჩაის დალევის ცერემონია, მოკლედ ჩაის ირთმევენ, ხო რაღაცნაირად
დაემშვიდობებიან, ასე ვთქვათ, ბაიდენები თავიანთ 4 წლიან რეზიდენციას და მე იწყება უშუალოდ ეს ინაუგურაციის ცერემონიალი კაპიტოლიუმთან იქ დიდი სცენაა აღმართული. ხო, ეს არის წინა ინაუგურაციის ფოტო რა. მოკლედ აქ სიტყვით საინაუგურაციო სიტყვით გამოვა ტრამპი და მე ვიცი, იქ ფიც დადებენ. ხო, და აი აქ სადღაც ონარაემ ტრიბუნაზე, არამედ აქეთ ქვემოთ ხალხში, სადღაც შორს 220,000 კაცს შორის იქნებიან სალომე, ამუკა ბადრი და ტევ პირველის და ფორმულა ჟურნალისტებიც თუ შეაპარა ვილსონმა, ვაფშე მაგარი იქნება და რაღაც კადრებიც გაიჩითება რა. ხო, ამ ინაუგურაციის ფიცის დადების მერე მოკლედ ტრამპი მიდის კაპიტოლიუმში და იქ არის სპეციალური პრეზიდენტის ოთახის იქ რაღაცა ამ საინაუგურაციო იმებს უნდა მოაწეროს ხელი. ანუ მიღება ჩაბარების აქტის პონტია რა, ჩავიბარე საქმე რა. ხო, ამის მერე არის აღლუმი დანიშნული პენსილვანია ავენიუზე სამხედროები ჩაევლენ იქ რაღაც ორკესტრები ის იქნება. ხო, აი აქ იქნებიან რაღაც რა ჩვენები რა, ეგ რაღაცა იდგებიან რა. აი ამ სივრცეში მოხვედრაც უკვე ბილეთის გარშ შეუძლებელია რა. ამ სივრცეში რომ შემოხვიდე უკვე ბილეთი გინდა, მაგრამ ეს ვილსონის ნაჩუქარი იქნება თუ უფასო. ხო. ფასიანი ბილეთების ხალხი სხვაგან არის რა. ხო, ეხლა ვიყავს ტრამპს მიწვეული რა, ეგ ვინ იქნებიან აი ტრიბუნაზე ასე ვთქვათ რა. როგორც წესი თურმე უცხო ქვეყნის ლიდერებს არ პატიჟებენ ამ ცერემონიალზე რა. ეს შიდა ამერიკული ის არის რა. ესრებიან ყოფილი პრეზიდენტები, მეუღლეებთან და სენატორები, კონგრესმენები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ანუ ელჩები და ვიღაცები ამერიკაში, მაგრამ ტრამპმა ამ ჯერზე გადაუხვია ამას და ვიღაცები დაპატიჟა. ვინ არიან ახლა ეს ვიღაცები? არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეია დაპატიჟებული და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. სი ძინპინი ჩავა თუ არა, დღემდე ცნობილი. ევროპელი ლიდერებიდან დაპატიჟებული ყავს ერთ-ერთი იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი. სხვა არავინ, ანანაირი ურსულა მაკრონი, რა ვიცი, თუმეტეს ზელენსკი და ესენი არ დაუპატიჟებია. გარდა ამისა დაპატიჟებულია და დაესწრება ცერემონიალს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი. ამის გარდა ტრამპმა მიიწვია რამოდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი, ძირითადად აი კონსერვატორი, ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსები. ბრიტანელია ვიღაც ნაიჯელ ფარეჯი, ფრანგი ერიკ ზემური და პოლონეთის ყოფილი პრემიერი მორავეცკი. აი ეს ხალხი მიიწვია. ცალკე მიწვეულები არიან მოკლედ ეს ტოპ ბიზნესმენები, მასკიც იქნება, ბოზოსიც იქნება, ცუკერბერგიც იქნება და TikTok-ის ის ჩოუ რა ვინც არის რა, ხელმძღვანელი CEO რა. ისინი დაესწრებიან იმათთვის რაღაც ცალკე ის იქნება გამოყოფილი ასე ვთქვათ, აი ტრიბუნებზე ადგილი რა. აგრეთვე რაღაც შოუ ბიზნესის წარმომადგენლები, მომღერლები ვიღაცებიც იქნებიან, იქ ამერიკის სიმღერებს საოპერო მომღერალია ესეთი კრისტოფერ მაჩიო და იქ რაღაც კანტრი შემსრულებლები იმღერებენ რაღაც სიმღერებს, კერი ანდერვუდია, ვილიჯია ჯგუფი, აი ის ვილიჯის არის სიმღერა ტრამპი რო წინა საარჩევნო კონცერტებზე ღეროდა ხოლმე. და აგრეთვე ამის მხარდაჭერი მომღერლები რა, კიდ როკი და ბილი რეი საირუსი და ვიღაცები იქნებიან, ნუ სხვადასხვა ღონისძიებებზე რა. ხო. ამ აღლუმის მერე უკვე ტრამპი შევა თეთრ სახლში და დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს ოვალურ კაბინეტში. და სავარაუდოდ მაშინვე მოაწერს ხელს რამდენიმე კანონს და რაღაც დოკუმენტებს რა, რასაც ხალხს პირდებოდა, რაღაცეები უკვე პირველი დღიდანვე ალბათ მოეწერება ხელი. ხო, ამის მერე საღამოსკენ დაგეგმილია 3 წვეულება. ვთქვათ, ბალი, რომელზეც სამივეზეც მივა ტრამპი, მოკლე სპიჩიც ექნება და მე შვედურის და ძირითადად აი ამ წვეულებაზე იქნება ამ მილიონ გადახდელ ხალხთან კომუნიკაცია რა. გამოელაპარაკებიან რაღაცა შეიძლება თავის ბიზნესზე, რაღაცაზე მოკლედ რა. აი იქ მოხვედრა მაგარი პონტია რა. იქ ტრამპთან, ვიცე-პრეზიდენტთან, იქ რაღაცა კომუნიკაცია და ადმინისტრაციის მომავალ მაღალჩინოსებთან იქ რაღაც საქმეების დალაგების საშუალება იქნება, ხო. და ყველაფერი ეს თავდება 21 რიცხვში საერთო ეროვნული ლოცვა, ეგეთი ღონისძიებაა მოკლედ. აი რაც შევძელი მოგიყევით მოკლედ ამ ამბავზე.